ირაკლი კობახიძემ ვისთვის იყო განკუთვნილი ეს წერილი და რის იმედს ტოვებს ის? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ, რომ ეს წერილი არის ცალსახად შიდა აუდიტორიისთვის და უფრო მეტიც, ანუ არა ქართული აუდიტორიისთვის, როგორც ესეთ ზოგადად, არამედ ქართული ოცნების ხარდამჭერებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი პირველი ნაბიჯი, პირველი ნაბიჯი არა, პირველი ნაბიჯები უკვე იყო გადადგმული, როდესაც უკვე საუბარი გაჩნდა, რომ დაიწყეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია Deep State-ის გავლენის ქვეშ არის და დღეს ახლა უკვე ამაზე რაღაცა ულტიმატუმის ენით არის საუბარი, რომ Deep State-ი თუ გაჯობებს, მაშინ Deep State-ს თუ არ დაამარცხებ, მოკლედ აი ეს ტექსტია განვითარებული, რომელიც აჩვენებს უფრო ჩემი აზრით მის ამორჩეულს, მის ხარდამჭერს და იმ წრეს, რომელიც მასთან არის ასოცირებული, რომ გააჩინოს გარკვეული ლეგიტიმაცია, როგორ დაიწყო დისტანცირება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იმიტომ რომ შტატებისგან იმიტომ რეალურად ისინი ხედავენ და უბრალოდ იციან და დარწმუნებული ეს თავიდანვე ეცოდინებოდათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალ ადმინისტრაცია ისინი ვერ მოაგვარებდნენ სიტუაციას ყოველ შემთხვევაში იმ პირობებით, რომელი პირობებითაც მათ უნდათ, მაგ კუთხით თორე ახლა რეალურად საელჩომას და სახელმწიფო დეპარტამენტმას თქვეს, რომ მზად არიან, ოღონდ სულ გარკვეული საკითხები, გარკვეული ნაბიჯები, კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელია ქართულ ოცნებას, ისე გადადგმას ქართულ ოცნებას არ უნდა, ყოველ შემთხვევაში ამ პირობებზე, რა პირობებსაც ამერიკის შეერთებული შტატები თავაზობს, ქართულ ოცნებას მზად არ არის, შესაბამისად მან ჭირდებათ რაღაცა არგუმენტაცია, რომ ესე ვთქვათ დისტანცირება დაიწყო და სრულიად მოწყდნენ ელჩის შეხვედრით ოცნების წარმომადგენლებთან, ეს იყო ბოჭორიშვილი და დავითაშვილი და შემდეგ დავითაშვილის კომუნიკაციით საღდებში და თეთრსახში იმ დონეზე, რა დონეზეც ჰქონდა მას ეს კომუნიკაცია, მათ მიიღეს ინფორმაცია, რა უნდა გააკეთონ ამ ურთიერთობების აღსადგენად, ხო? არაფერი ახალი არ არის. ამის გასაკეთებლად არ არიან მზად. მაგი არ უნდათ, შესაბამისად იმ პირობებზე, რომ პირობებსაც თავაზობს ამერიკის შეერთებული შტატები, მათ არ უნდათ ურთიერთობების აღდგენა, შესაბამისად სხვა ილუზია მათ არც ჰქონდა და ეხლა გადაერთვენ, როგორ აუხსნან იმ ამორჩეულს, რომელიც ჯერ კიდე ფიქრობს, ჯერ კიდე იმედი ჰქონდა, რომ აი ქართული ოცნება ტრამპის ამერიკის კონსერვატულ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტთან უფრო ახლოს არის და იდეოლოგიური თანხმედრაა რაღაცა, რომ აი მათგან ასე ვთქვათ მათ როგორ აუხსნა დისტანცირება ასე ვთქვათ დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან და ამის გარკვეული ნაბიჯებისთვის წინასწარი შემზადებაა დაწყებული, თუმცა აქ არის კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც უფრო ყურში მოსახვედრი იქნება ალბათ რუსეთის ხელისუფლებისთვის, აქ საუბარი კიდევ ერთხელ არის, რომ 2008 წლის ომი საქართველოს დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც აი მე ვიტყოდი ცალსახად, ეს უკვე ცალსახად რა კონტექსტში, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, მოღალატეობრივი განცხადებაა, ეს არის ჩვეულებრივი ღალატის განაცხადი, რომელსაც ამ წერილში ვხედავდა, ეს საერთაშორისო დოკუმენტია. თითქოს არ საჭიროებდა ეს წერილი ამ ფრაზას გინდა თუ არა იქ მოხვედრას, მაგრამ აი იყო ძალიან გამიზნულად. შესაძლებელია, რუსეთზეც იყოს გამიზნული, რომ უთხრას, რომ ჩვენ ყველანაირად წყვიტავთ მასთან ურთიერთობას და ეს ჩვენი ასე ვთქვათ განაცხადი არის ოფიციალური და ამის წინასწარი იმიტომ რომ კონტექსტიც აქვს სხვათა შორის ამ წერილს, ეს არის ეს ვთქვათ უკრაინა, რუსეთი, შეერთებული შტატები, აი ამ სამკუთხედი და სტამბოლის მოლაპარაკების კონტექსტი. მათ შორის არის რუსეთის რუსული ასე ვთქვათ ესტაბლიშმენტისთვის, რომელიც შეიძლება ხვალზე ამის გამოხმარება ვიხილოთ, ან შეიძლება არც ვიხილოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სადაც საჭიროა ეს ინფორმაცია დაილექება, ესე იგი ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ალბათ და მთავარი კომპონენტი არის კიდევ ერთხელ იმ ხალხს უნდა ესაუბროს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ რაღაცა იმ ხალხს, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ქართული ოცნება ამერიკასთან მოაგვარებდა ურთიერთობას, აღდგებოდა ურთიერთობები, მაგრამ რო ვერ მოაგვარა, ამის ახსნას ეძებდა. უნდა ამ ურთიერთობის აღდგენა თუ არ უნდა. იმ პირობებში, როგორც ამ პირობებში თუ ამერიკის შეერთებულს მიიღეს მათ ესეც როგორებიც არის, ავტორიტარებთან კომუნიკაცია და პოლიტპატიმრები, აკრძალული პარტიები, აკრძალული დახურული მედიები და დაჭერილი ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, ამ პირობებში თუ იქნება და აქ საუბარიც იყო კიდევ ჩვენზე უარეს დიქტატორებთან გაქვთ ურთიერთობა და ჩვენ რა დავაშავეთ, ხო? ეს ფრაზა სხვათა შორის რამდენიმე დაწერა ნახე, რომ ეს ვთქვათ კარგად თუ გადაიკითხეთ, ვიდრე და გამოაქვეყნებდითო ამ კონკრეტულ ფრაზაზე. არა, ეს ძალიან გააზრებული, ახლა მან ეს სპონტანურად წერილები არ იწერება, მან გააზრებული ეს წერილი და ეს გზავნილი ზუსტად არის ის, რომ კიდევ ერთხელ მე თქვენ ეთერში თქვი მე მგონი და ყოველ შემთხვევაში ამ სტუდიაში ნამდვილად მაქვს ნათქვამი, ქართული ოცნება არათუ ცდილობს სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენას, არამედ სტრატეგიული და მას უნდა ტრანზაქციული ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც მას დაუძახებს დიქტატორს, ავტორიტარს ნებისმიერ სტატუსს მიანიჭებს, მაგრამ ექნება ტრანზაქციული ურთიერთობა. ტრანზაქციული ურთიერთობა არის
ურთიერთობები რას გულისხმობს? ეს გულისხმობს არა სტრატეგიულ განვითარებაზე და კიდევ უფრო ასე ვთქვათ აღმავალ ურთიერთობებს, რომელიც ყველაფერს ანუ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ეს იყოს ნავთობის შეძენა, ეს შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ეს შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტული სესხი, მაგრამ თითოეული ეს კონკრეტული ნაბიჯი არ არის რამე დიდ პროცესთან კავშირი. ანუ ეს არ არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, სახელმწიფოებრივი თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში. ახლა სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენი რას გულისხმობდა? ეს იყო ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული, ანუ ყველა სფეროს მოიცავდა და ყველგან იყო კონტრიბუცია იმისთვის, რომ საქართველოს როგორც ესეთი, როგორც სახელმწიფო გაძლიერებულიყო. ეს იყო ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, შინაარსი, თუმცა ჩვენი მხრიდანაც იყო, რომ ხარდაჭერა საერთაშორისო პროცესების, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები იყო და ეს იყო ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა. დღეს ამის სრული რევიზია მოხდა, ეს არის საუბარო ტრანზაქციულზე უნდა გადავიდეთ, ანუ გადავიდეთ კონკრეტულ საკითხებზე და მაგიარხა რა მნიშვნელობა ხა ამდენი ქვეყანა ხანდახან ერთხელ თუ არ ვხვდები ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელსაც კი შეხვდა ტრამპი. ანუ ესე უყურა. ხო, ამ შემთხვევაში ესე უყურებ, თუ ეს იქნება პირველ ვადაში. ხო, წინა ვადას, ხო. ამიტომ ესენი ესე უყურებენ, რომ თუ იქნება ტრანზაქციული კი ბატონო, ოღონდ მიეჩვიეთ, რომ ეს სტატუს კო იქნება გეოპოლიტიკურადაც, შიდა პოლიტიკურადაც ეს სტატუს კო იქნება, ანუ არადემოკრატიულები იქნება და უფრო პრორუსულები და პროჩინური, პროირანულები იქნება, ანუ ჩვენს კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ორიენტაციები გვექნება საგარეო და ნუ თუმე, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას არ მიიღებდა, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში ის რასაც deep state ეძახის უკვე ქართული ოცნება, ეს არის სახელმწიფო ინტერესები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განაგებდა იმას, რომ როგორი შეიძლება ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ეს პრინციპში დიდწილად არ იცვლება, ამ წერილშიც ჩანს. არ იცვლება დიდწილად, მიუხედავად ის განსხვავებული რიტორიკისა სხვადასხვა ადმინისტრაციის მხრიდან, მაინც ესეთია ეს პოლიტიკა. თითქოს მთელი წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდიც ქვეყნის შიგნით ჰქონდათ ამ ტიპის მოლოდინზე გათვლილი, რომ ტრამპი და პუტინი დაალაგდებიან, რომ ომი დასასრულისკენ წავა და ეს კონტექსტი, რომელიც ჩვენ გვირთულებს რაღაც ნავიგაციას, ეს მოიხსნება გამაღიზიანებელი ფაქტორები და ჩვენს ყველასთან დავლაგდება. კი ბატონო, კი, კიდევ ერთხელ მე თავიდანვე ვიძახდი, რომ ეს არ არის გათვლა იმაზე, რომ აღდგებოდა ის აქამდე არსებული სტატუს კო. ანუ მათ ჰქონდათ გათვლა, რომ რუსეთის ხარდაჭერით, ჩინეთის ხარდაჭერით, ან დიდი ახალი გეოპოლიტიკური არეულობის ხარდაჭერით, მათ ახალ სტატუს კოს შეაგუებდნენ ამერიკას. ეს იყო ამოცვლა. ამ სტატუს კოსაც არ ეგუება დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის დიდი გამოწვევა მათთვის, თორე რეალურად მათ სანქციების ისე არ ეშინიათ. ნუ მათთვის არაკომფორტულია, მაგრამ თუ დავაკვირდებით უბრალოდ აი რამდენიმე მომენტი მინდა ხაზი გავუსვა. ერთი რომ ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ლიდერის ქონება ვეღარ იძიება, მაგალითად ბლუმბერგის მიერ. ბლუმბერგი ვერ ხედავს იმ ქონებას, იმიტომ როგორც სავარაუდოდ ის ქონება მოწყვეტილია დასავლურ ინფრასტრუქტურას და აღარ იძებნება იქ. შესაბამისად არის იქ, სადაც სანქციები ვერ მიწვდება. მეორე, გაფორმებული არის მემორანდუმი საბანკო ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ეროვნულ ბანკს შორის იმის, რომ ალტერნატიული საბანკო სისტემებისთვის არსებობდეს სივრცე, ისეთი როგორც რუსეთმა გააკეთა, მაშინ როცა სანქცირება მოხდა რუსული ბანკებს. ანუ იმ შემთხვევაში თუ მოხდება ივანიშვილის მასთან ასოცირებული კომპანიების და ადამიანების დასანქცირება, მათ ექნება შესაძლებლობა, რომ იმ სფეროებიდან, იმ ქვეყნებიდან, მათ შორის შეიძლება ბრიკის ქვეყნები იყვნენ და ჩინეთის საბანკო სისტემის გავლით მოახდინონ ფინანსური ტრანზაქციების განახორციელონ და ამითი დაიცვან თავი. თუმცა მაინც ის ადამიანები, რომელიც ამხელა დიდ კაპიტალში არ არიან, მაგრამ და ექვემდებარებიან რეჟიმს და ემსახურებიან რეჟიმს, მათთვის დისკომფორტია, რომ მათი პირადი, მათ შორის იქნება ეს მინისტრი გომელაური თუ პოლიციის სხვა მაღალჩინოსები, მათი ოჯახის წევრები არიან დასანქცირებულები და ეს სამუდამოდ არის და მათ დისკომფორტები ექნება და ამათ უწევთ ახლა რაღაც გარკვეული არგუმენტები აჩვენონ, რომ აი მე შენს გულისთვის მაგალითად, აი ტრამპსაც კი ვეჩხუბები, ყველას დაუპირისპირდები იმის გამო, რომ შენ ჩემი ერთგული იყოს და ეს შიდა ნარატივების განვითარება ხდება, რომელიც მათ აძლიერებს, მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს აჩვენებს ყველაფერი, მათ დისკომფორტები აქვს, სერიოზული დისკომფორტი აქვს, რომელთანაც უნდა გარკვეულწილად შეაგუონ თავის ხარდამჭერები, თავის რეჟიმის სახურები და საბოლოო ჯამში რაღაც ეტაპზე, გაიმყარონ ეს პოზიციები, რაც ძალიან მყიფეა და ყოველთვის შეიძლება მოირყეს. სადარიგის დაჭერაც არის კონკრეტულად მათი მხრიდან ეს, ხომ? სასოწარკვეთა ბევრმა თქვა, ახსენა ეს სიტყვა, მაგრამ მთლიანად კითხვას დაგსვათ, ბევრმა ახსენა ამ წერილთან დაკავშირებით, ოცნებას უნდოდა ამ წერილით სასოწარკვეთის დემონსტრირება? არა მგონია. მე ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად არის სასოწარკვეთა, ეს არის მე ვფიქრობ, რომ გარკვეული კამპანიის პირველი ნაბიჯი. ეს კამპანია, ნუ ასე ვთქვათ, რამდენიმე ეტაპიანი, ასე ვთქვათ, პროცესია. შემდეგი ნაბიჯები ალბათ იქნება უფრო მკვეთრი საკითხები, მკვეთრად დაყენება საკითხების, უფრო მეტად დისტანცირება. სადამდე მივა თქვენი აზრით, აი შეგვიძლია თუ არა წარმოვიდგინოთ
სადამდე მიბაუცო. აი იცით, ყოველთვის მაქვს ხოლმე განცდა, რომ ამის იქით აღარ შეიძლება ოცნება წავიდეს, მაგრამ მიდის და მიდის. ანუ არა, აქვს, არა, მას ვერ დაგეთანხმებით. ანუ არა, მე მგონია, რომ რაღაცა ყოველთვის უნდა რაღაცა რაციონალურმა, რაღაცა საღმა ჩვენ ახლა ვისაუბრეთ სტუდიის მანამდე, რომ ბევრად მეტი შეეძლო გაეკეთებინა ისე, რომ მათი სახელი ესეთი ესე არ დაზიანებულიყო და ისე შეენარჩუნებინა ძალაუფლება, მაგრამ ამას არ აკეთებენ. რატომღაც მიდიან იმ გზით, რომელიც ჩემთვის სრულად ამოუხსნელი და რატო დგამენ ამ ნაბიჯებს, რომელიც არ არის საჭირო იმის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. შეეძლო ბევრად უფრო პოლიტიკური, სწორად გაზომილი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაედგა და საქართველოს მოსახლეობისაც მიეტანათ ის რეალური სარგებელი, რომელსაც ხალხი ელოდება და საბოლოო ჯამში არც ბოლომდე გაენადგურებინა თავის რეპუტაცია და ბოლომდე არ გაეყიდა თავის ქვეყანა, არ მიეყიდათ რუსებისთვის, მაგრამ რატომღაც ეს გზა არჩიეს, ეთქობა ეს უფრო ფუნდამენტური არის მათთვის, ეს უფრო მეტ გარანტიებს აძლევს მათ ძალაუფლების შენარჩუნების და აკეთებენ ამას. სადამდე ბოლომდე შენარჩუნება არის მათთვის ახლა ამოცანა. მე ფიქრობ, რომ ძალაუფლების შენარჩუნება და კაპიტალის შენარჩუნება ეს არის მთავარი ამოცანა, რასაც ემსახურებიან. ну, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს უკვე მოსდევს ის, რომ ისინი ამ პროცესში უკვე მთლიანად არიან დაქვემდებარებული, ესე ვიტყოდი, რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ არიან, მაგზე გავლენა რუსეთს ძალიან დიდია დღეს, მარტო იმიტომ კი არა, რომ ესეც შეიძლება ვიღაცისთვის სადავო იყოს, არიან ესენი პრორუსულები თუ არა, ეს ცალკე თემაა და ამაზე შეგვიძლია ცალკე ვიდეოთ, მაგრამ ის რომ დღევანდელ მოცემულობაში საქართველოს ესეთ იზოლაციაში არის სრულიად დაუცველი და ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივია რუსეთის მხრიდან საქართველოს ეფექტური კონტროლი აწარმოოს, ეს არის აქსიომა, ამას ნებისმიერი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ფაქტია, რომ ისეთი ტონი აქვთ, რომ სადღაც გადაზღვეულები არიან. იმიტომ რომ ასე მარტო მყოფები, ეს თქვათ, ყოველგვარი დაზღვევის და გადაზღვევის გარეშე, რაღაცა მთელ პლანეტას არიან, მაგრამ არ არიან კიდე, არიან ერთხელ სამყაროს. ანუ შენ თუ შენს ერთად კაპიტულანტური, ასე ვთქვათ, ურთიერთობები გაქვს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შენ უსაფრთხოება გადაზღვეულია მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეებს ქმნის. იმიტომ მიუხედავად იმისა, რომელი ხელისუფლება იყო, ყველა წინა ხელისუფლება და მათ შორის ქართული ოცნების პირველი წლებიც იყო საუბარი, რომ ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობით უნდა უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება და არა კაპიტულაციით ჩვენს ოკუპანტთან. ოკუპანტთან კაპიტულაცია ეს არის ძალიან მოკლევადიანი უსაფრთხოების გარანტია. მარტო ის გზა ხანდახან ვერ ხდება ხოლმე უკრაინაში ომმა რუსეთის ეს აჩვენა თუ არა, ანუ ეს ომი გახდა თუ არა მათთვის რაღაცების გადახედვის თუ ისედაც ისინი ამ ტრაექტორიით. არა, უბრალოდ მე ვიტყოდი, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უფრო გაამწვავა ეს პროცესი და უფრო კაფიო გახადა მათი ქმედებები, იმიტომ რომ მანდ უკვე მხარე უნდა აერჩია და ეს მხარე არა ცივილიზებული სამყარო და დემოკრატიული თანამეგობრობა და არა ჩვენი პარტნიორების მხარე, არამედ ჩვენი ოკუპანტის მხარე აირჩიეს და ეს ფაქტია და ეს კაფიოა. ეხლა სპეკულაციები რომ გვაძალებდნენ ომს და გვაძალებდნენ სანქციების მიერთებას, ფაქტია რომ აგერ მოლდოვას არც სანქციები დაწესებია, არც სამხედრო მხარდაჭერა განხორციელებია და არც ომში ჩაითრიეს და არც არაფერი განსხვავებული არ მოხდა მათ მიმართ. იმიტომ რომ იმათმა ძალიან კოორდინირებულ პარტნიორებთან სოლიდარობის პროცესში ჩაერთვენ და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ ემსახურებოდა მოლდოვეთის ინტერესებს და ემსახურებოდა საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ინტერესებს. ახალგაზრდა გამოუცდელმა პრეზიდენტმა მარია სანდრომ ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და მათ მიიღეს გადაწყვეტილება არა ბრძნული, არა სახელმწიფო ინტერესების, არამედ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო და შეეკრნენ ჩვენს ოკუპანტს. ეს არის რაც გამოაშკარავა რუსეთის უკრაინას შეჭრის პროცესი.